მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დღეს მინდა გესაუბროთ ვიდეო გადამღებ ბანდიკამზე. ზოგმა შეიძლება იცოდეს ამის გამოყენება ძალიან ადვილია, მაგრამ ზოგმა არ იცის. როცა gameplay-ს იღებს ხოლმე მისი ვიდეო 10 FPS არ ცდება. ეს იმის მანიშნებელი არ არის, რომ თქვენი კომპიუტერი ცუდია და ვერ ქაჩავს ამ ყველაფერს. ეს იმის მანიშნებელი, რომ თქვენ მისი გამოყენება არ იცით და ვერ აკეთებთ ისე, რომ კარგი ხარისხიანი ვიდეოების გადაიღოთ. ესე იგი, პირველი არის ზოგადი. ეს არის ის სადგინად რომ გადაიღოს თქვენი გადაღებული, სადგინად რომ შეინახოს თქვენი გადაღებული ვიდეოები. მაგ დესკტოპი არჩეული, აი ეს ის ვიდეო, რასაც მე ვიღებ ახლა. ბანდიკამი ყოველთვის წინა პლანზე. ამას თუ მოვნიშნავთ, მაგალითად Skype-ი ჩავერთოთ ახლა და ყოველთვის წინა პლანზეა ის. ეს არ გვჭირდება ჩვენ ახლა. Run Bandicam ბოდიში ამის გადათარგმნა არ ვიცი. Run Bandicam on Windows Startup. ესე იგი, ამას თუ მოვნიშნავთ, Windows-ი, როდესაც Windows-ი კი არა, კომპიუტერს როდესაც ჩართავთ თქვენ, ეს Bandicam-ი ავტომატურად ჩაერთვება და დაიწყებს ვიდეოს გადაღებას. გაფართოებული ოფციები. ზოგადი ყველაფერი განვიხილეთ. ახლა ჩაწერა. ჩაწერაში ყველაფერი მონიშნეთ, რადგან ხარისხიანი ვიდეო გადაიღოს. ენები აქვს, ენების შეცვლაც შეიძლება Fraps-თან შედარებით. Fraps არის ძალიან ცუდი პროგრამა Bandicam-თან შედარებით. დაპაუზება არ აქვს, დაბალი FPS-ი აქვს, ხმა კარგად არის მის, ცუდი ხარისხი აქვს გადაღებისას და ამ Bandicam-ი 1000 ჯერ ჯობია Fraps. შემდეგ გადავიდეთ ვიდეოზე. აქ არის record stop 8K. აქ თუ გინდა მონიშნავთ F10, F12, F11. მე მაქვს F12 მონიშნული, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდეოზე დაწყება და გაჩვა. Pause 8K. ეს არის დაპაუზების ისა, მე მაქვს F9 არჩეული, შეგიძლიათ სხვა არჩევთ F8, F9, F10, F11, მე მაქვს F9 არჩეული და show mouse cursor. ესე იგი ახლა ხედავთ თქვენ ჩემ მაუსს, იმას ნიშნავს, რომ მაუსის კონტროლია რა, აჩვენებს. თაგვის დატკაპების ეფექტები. ამას თუ აი ეს არის თაგვის დატკაპების ეფექტები, ახლა მე რო ვაჭერ და რო არის თაგვის დატკაპების ეფექტები. აქ შეგიძლიათ ფერების შეცვლა, მაგალითად ეს და ასე შემდეგ. ამაკ ლურჯი და წითელი და ისის გამოყოფა ფერადი რგოლით, როდესაც თქვენ ამას აეჩვენთ, მაუსი ხო არის და მაუსის იქნება წრე, რომელიც იქნება ყვითელი ფერის. მე ეს არ მჭირდება არაფრად. შემდეგი არის ხმა. ესე იგი, ხმა თუ გინდათ რომ ჩაიწეროს თქვენი ხმა, დააწვევით ხმის ჩაწერას. აქ არის აუდიო ფაილის ცალკე შენახვა ჩაწერისას. ესე იგი, ამას თუ მონიშნავთ, თქვენი როცა გადაიღებთ ვიდეოს, თქვენი ვიდეო ცალკე შეინახება და აუდიო კიდეც ცალკე შეინახება. როდესაც აქ იქნებით, აქ მონიშნეთ Win 7 Sound VSAPI. ამას მომართვა არ სჭირდება. შემდეგი არის მიკროფონი, თუ გინდათ რომ ილაპარაკოთ და ცოცხალი კომენტარებით გადაიღოთ ვიდეოები, ამას მონიშნავთ და აქ არის მომართვა. ესე იგი, მომართვა შევიდეთ და listen levels. აქ დავაყენოთ 49 ან 50 თუ კაი მიკროფონი გაქვთ, მე მაგალითად კაი მიკროფონი მაქვს, ძალიან კარგად ისმის. აქ ორი ხმის შერევა ძირითადად მეორად და ერთ არხად. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი gameplay-ს, თქვენი თამაშის ხმა, თქვენი ხმა, ესეთ რომ შეერიოს. აქ მეორედან ჩაწერა, ღელაკი დაჭერისას აქ თუ დააწვევით, იქნება space-ი და თუ space დააწვევით, მის შემთხვევაში ჩაიწეს ხმას. ესე გადავიდეთ მომართვაში. აქ ავირჩიოთ, რაზეც მიდის თქვენი კომპიუტერი, რამ სიგანის და სიგრძის არის ჩვენი კომპიუტერის მონიტორი, იმას დავაყენებთ. მე მაქვს 1880-20-ზე, FPS დავაყენებთ 30-ზე, რაც უნდა ბოლო დონის კომპიუტერი გქონდეს, არა ირჩიოთ 60 FPS-ი, 50, 120 FPS და ეგეთი რაღაცები. აქ აირჩიეთ Intel Quick Sense Video ან XYZ ან MPH 1. მე მაქვს XYZ ყველაზე კარგია. აქ აირჩიეთ ხარისხი 100-ზე, სტერეო აირჩიეთ, აი სტერეო, რაც არ უნდა, აი ცუდი კომპიუტერი გქონდეთ, არასდროს არ აირჩიოთ მონო.
აქ არჩევთ სიხშირე 48000-ზე, აქ არჩევთ F is Amy და მივიცეთ დიახს. აქ აწყობები თუ გინდათ YouTube-ისთვის გადაიღოთ ვიდეოები, დააწობით ამას 720p-ზე. გადავიდეთ გამოსახულებაზე ღილაკი. ღილაკი თუ გინდათ რომ გადაიღოს ფოტო. მაგალითად მე მინდა F1. ანაბეჭდის აღება, ესე იგი ეს ანაბეჭდის აღება იმას ნიშნავს, რომ როცა თქვენ გადაიღებთ ფოტოს, ის იყოს 30 წამი, 40 წამი იღებდეს ვიდეოებს. შავ ვიდეოებს კი არა ფოტოებს. შავ მაუს კურორს ეს მონიშნავს, რა თქმა უნდა, თქვენი მაუსი გამოჩნდეს. გადაღების ხმოვანი ეფექტები, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ გადაიღებთ ფოტოს, ხმა იქნება და ეს ძალიან კარგია, რადგან თქვენ გაიგებთ ხმას, გადაიღოთ თუ არა ფოტო. აქ ამოვშეთ JPEG მაგალი ხარისხის ფოტო რო გადაიღოს და გადავიდეთ output. ესე იგი output ის არის თქვენი ვიდეოები, სადაც არის შენახებული თქვენი სურათები. შესახებ ეს არის თუ ხართ თქვენ დარეგისტრირებული ბანდიკამზე. მე ვარ სერიალ ნომერს არ ფარავ, რადგან ამას მაინც ვერ დააკოპირებთ და არ უნდა ვიულებ ამაზე. ვერ დააკოპირებთ, მაინც აზრი არ აქვს და renew registration ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თავიდან დარეგისტრირდებით. ესე იგი ჩვენ გადავიდეთ აქეთ, არა, ესენი ყველაფერი განვიხილეთ. ვიდეო ყველაფერი განვიხილეთ აქაც, გამოსახულება განვიხილეთ, outfit განვიხილეთ, შესახებ განვიხილეთ, ზოგადიც განვიხილეთ, ერთი დაგვრჩა მომართვა, XYZ რა თქმა უნდა. PSAMI, დიახ და სულ. დღესაც სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ვიდეო დაასაბსკრაიბეთ, დალაიქეთ და დაკომენტარეთ ჩემი ვიდეოები. დღესაც სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.